ღირსი სისოი დიდი ხსენება 19 ივლისს ტროპარი უდაბნოსა მოქალაქეთ და ხორცითა ანგელოზად და სასწაულთა მოქმედად გამოჩდი ღმერთ შემოსილო მამაო წმიდაო სისო მარხვისა ღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე და კურნებ უძლურთა სენთა და სულთა რომელიც სარწმუნოებით შენ დამოილტვიან დიდება რომელმან მოგცა შენ ძალი დიდება რომელმან გვირგვინოს ანყო შენ დიდება, რომელ იქმს შენ მიერ ყოველთაზე და სასწაულთა. კონდაკი, გამოჩნდი შენ მოღვაწებითა ქვეყანასაზე და ანგელოსად და განანათლებ ღირსო, მორწმუნეთა გონებასა, ღვთის მეცნიერებითა მარადის, ამისთვის სარწმუნოებით პატივს გცემთ შენ, სისო. წმინდანთა ცხოვრება, ტომი მესამე, ღირსი სისო დიდი. ღირსმა სისომ, ადრეულ სიჭაბუკეში დატოვა ეს სოფელი და ეგვიპტის უდაბნოში ანტონი დიდის მოსაგრეობის ადგილას მოღვაწეობდა 60-ზე მეტი წლის განმავლობაში. დაუცხრომელი მარხვით, ლოცვითა და მღვიძარებით, მან სრულიად განიწმიდა სული და უფლისაგან სასწაულ მოქმედების, მკვდართა აღდგინებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიემადლა. საკუთარი თავისადმი მეტად მკაცრი და მომთხოვნი ღირსი სისო, მოყვასის სიყვარულით იყო ახსავსე. ყველა მომსვლელს იგი უპირატესად თავმდაბლობისკენ მოუწოდებდა. როცა ერთმა მეუდაბნოემ წმინდანს კითხა, როგორ შეძელით ღვთის მარადიული ხსოვნისთვის მიგეღწიათო, მან უპასუხა, ეს ჯერ კიდევ არაფერია, შვილო ჩემო, უმთავრესია საკუთარი თავი უდარესად მიგაჩნდეს ყოველთა შორის, რადგან ასეთი თვით დაკნინება დედაა სიმდაბლისა. ბერების შეკითხვაზე საკმარისია თუ არა 1 წლის სინანული ცოდვაში ჩავარდნილი ძმისათვის ღირსმა სისომ მიუგო. მე მწამს კაცთმოყარე ღვთის გულმოწყალებისა, თუ ადამიანი მთელი გულით შეინანებს, უფალი მისგან 3 დღის სინანულსაც შეიწირავს. როცა ღირსი სისო სასიკვდილო სარეცელზე იწვა, სახე უეცრად გაუნათდა. მოწაფეებმა ჰკითხეს თუ რას ხედავდა. წინასწარმეტყველნი და მოციქულნი დგანანო ჩემ წინაშე. შემდეგ შენიშნეს, რომ მომაკვდავი ვიღაცას ესაუბრებოდა. მისი სულის წასაყვანად მოსულ ანგელოზებს დროს თხოვდა სინანულისათვის. ამით გაკვირვებულ ძმებს თავმდაბალმა მოსაგრემ მიუგო. ჭეშმარიტად არა ვუწყი სინანულის დასაბამიც მოვიგე კი? ამ სიტყვების დამთავრებისთანავე ნეტარის პირისახიდან ისეთი ელვარება გამოკრთა, რომ მოწაფეებმა ვერ შეძლეს მისთვის თვალის გასწორება. წმიდა სისო მოასწრო ეთქვა, რომ თავად მაცხოვარი წარმოდგაო და სული უფალს შევედრა. ეს 429 წელს მოხდა. აი კიდევ რამდენიმე დეტალი სისოი დიდის ცხოვრებიდან. ხანდახან სისოსთან ერთი მონაზონი მოდიოდა. მას საკვები მოჰქონდა ხოლმე, მაგრამ ერთხელ 10 თვე ისე გავიდა, აღარ გამოჩენილა. ამასთან თაში ხეტიელისას აბა სისომ ერთ მონადირეს მოჰკრა თვალი. სინაის უდაბნოდან მოდიოდა და აღმოჩნდა, რომ ამ მონადირეს 11 თვის განმავლობაში არ ეხილა კაცის ძე. სენაკში დაბრუნებულმა სისომ კერთში იწყო მჯიღის ცემა და თან გაიძახოდა. გეგონა თითქოს რაღაც ძალგიც, სინამდვილეში იმის ღირსიც კი არ ახარ, რაც ამ ერთმა ერისკაცმა მოახერხაო. იმ მრავალრიცხოვან სათნოებათაგან, რომელიც მის სულს ამკობდა, სიმდაბლე მაინც უპირატესი იყო. იმდენად შეჰყარებოდა ლოცვა და მარხვა, ხანდახან მრავალი დღე ისე გაივლიდა, საზრდელი არც კი მოაგონდებოდა. მისმა მოწაფემ ეს შენიშნა და ერთხელ უთხრა. აბა სისო კი ბავშვური გულუბრყვილობით დაეკითხა. შვილო ჩემო, ნუ თუ მართლა არაფერი გვიხმევია? არა მამაო, მაშ თუ ასეა, მოდი და ვიტრაპეზოთო. ერთხელ ვინმე კაცი შვილი თურთ გაემართა ღირსი მამის სახილველად, მაგრამ გზაში ვაჟი გარდაეცვალა. მამამ აიღო მკვდარი შვილი და სისო დიდის სენაკში შეიყვანა, ღირსი მამის ფეხებთან დააწვინა და გავიდა. ნეტარმა სისო მიფიქრა, ეს ვაჟი პატივისცემის ნიშნად დაემხოო ასე და უბრძანა, ადექი და წადი. გარდაცვლილი მართლაც წამოდგა და გავიდა. გადმოცემის თანახმად, ერთხელ სისოი დიდი ალექსანდრე მაკედონელის საფლავთან მივიდა. ეს იყო 2 დიდის შეხვედრა, ნეტარის სისოი დიდისა და ალექსანდრე მაკედონელი დიდისა. სწორედ ეს შეხვედრა
დაედო საფუძვლად ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მისტიურ და საინტერესო ხატს, სადაც გამოსახულია სისოი დიდი, რომელიც სინანულით და შეშფოთებით დასცქერის ჩონჩხს. და ვინ არის ეს ჩონჩხი ამ ხატზე, ვისაც ხატისთვის თვალი მოუკრავს, ალბათ ეს კითხვა ერთხელ მაინც გასჩენია. თუ ვინ არის ხატზე გამოსახული ცხედარი, ეს ალექსანდრე მაკედონელია. ეს ხატი კი გამოსახავს ძალიან დიდ სულიერ სინანულს და თანასწორობას სიკვდილის წინაშე. ხატს ძალიან ღრმა თეოლოგიური და სულიერი შინაარსი აქვს. მართალია სისოდიდი მე-5 საუკუნეში მოღვაწეობდა. ხატი კი მე-15 საუკუნეში ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ჩნდება პირველად, მაგრამ მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია. ათონელმა ბერებმა და საბერძნეთის მონასტრების, განსაკუთრებით კი მეტეორას ვარლაამის მონასტრის ხატმწერებმა ამ სიუჟეტის, ანუ სისოი დიდისა და ალექსანდრე მაკედონელის შეხვედრა, ანუ სისოდიდის მისვლა ალექსანდრე მაკედონელის საფლავთან სიუჟეტად გადააქციეს და ამ სიუჟეტის გამოსახვა ტაძრების კედლებზე დაიწყეს. ეს ერთი მიზნით კეთდებოდა, რომ ერი სრულიად განმტკიცებულიყო და დაენახა, რომ ნებისმიერი მიწიერი სამეფო და ძალაუფლება წარმავალია, ხოლო ერთადერთი მარადიული და ურყევი სასოება მხოლოდ ქრისტეს ეკლესიაა. ამ ხატს ბერძნულ ტრადიციაში სისოის განცვიფრებასაც უწოდებენ და ის მართლმადიდებლური ასკეტიზმის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა, სულიერი ნიმუშია. თეოლოგიური და სულიერი შინაარსი ამ ხატისა ასეთია, მართლმადიდებლური სწავლებით ეს სურათი სულაც არ გამოსახავს შიშს ან სასოწარკვეთილებას პირიქით, ეს არის მოწოდება სულიერი სიფხიზლისკენ და სინანულისკენ. ხატზე, სადაც ორი სხვადასხვა სიდიადე ხვდება ერთმანეთს, ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც განასახიერებს მიწიერ დიდებას, სიმდიდრეს, ძალაუფლებას და სიძლიერეს, მან მთელი მაშინდელი მსოფლიო დაიპყრო, თუმცა სიკვდილის წინაშე უმწეო აღმოჩნდა. და წმინდა სისოი დიდი განასახიერებს სულიერ დიდებას, სიმდაბლეს, ლოცვასა და განდგომილებას. წმინდანი შეძრწუნებული დასცქერის მეფის ძვლებს, არა იმიტომ, რომ სიკვდილის ეშინია, არამედ იმიტომ, რომ გლოვობს ადამიანის ბუნების დაცემას. იგი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ ილევა ადამიანის მიწიერი სიცოცხლე და როგორ იქცევა ყველაფერი მიწად და მტვრად. სიკვდილის ხსოვნა, ასეც უწოდებენ მართლმადიდებელი მამები ამ ხატს. ეს არის უდიდესი სათნოება, როგორც წმინდა იოანე კიბის აღწერელი ამბობდა, სიკვდილის ხსოვნა ადამიანს იცავს ყოველგვარი ცოდვისა და ამაოებისგან. როდესაც ქრისტიანი ამ ხატს უყურებს, ის აცნობიერებს, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი დროებითია, სიმდიდრეც, სილამაზეცა და ძალაუფლებაც. ეს ცნობიერება ადამიანს ეხმარება, გათავისუფლდეს ამ პარტავნებისაგან, აპატიოს მოყვას და უარი თქვას შურსა და მტრობაზე. სწორედ ამიტომ ამ სიუჟეტს ხშირად ხატავდნენ ტაძრის დასავლეთ კედელზე, გამოსასვლელთან. ტაძრიდან გამავალ ქრისტიანს ეს გამოსახულება ახსენებდა, რომ სამყაროში დაბრუნებისას არ დაჰმონებოდა წუთი სოფლის საცდურებს და მუდამ ეზრუნა საკუთარი სულის მარადიული ცხოვრებისათვის.